ბატონზეად ელოდებით თუ არა უვადო მოსამართლეობას. აი ამ უდიდესი საჩუქრის გამო რასაც უკეთებთ ამ სისტემას. ამაზეც არ გაქვთ პასუხი? არ ვაკეთებ ქალბატონო მარიამ არანაირ კომენტარს. ეს არის პირველი ინტერვიუ სანქცირებულ მოსამართლესთან, რომელმაც ოლიგარქის რეჟიმის დავალებით ქუჩაში საქართველოს გარუსების წინააღმდეგ გამოსული ხალხის გასამართლების სპეცოპერაცია ჩაიბარა. ზვიად ცეკვავა იმ 6 მოსამართლეს შორისაა, ვინც ნაცემ ნაწამებ და დარბეულ ხალხს დამნაშავედ იქეთ აცხადებს. პრაქტიკულად არ არსებობს მის მიერ განხილული არც ერთი საქმე, სადაც მან აქტივისტები არ დააჯარიმა ან ციხეში ადმინისტრაციული პატიმრობით არ გაუშვა. აქციაზე დგომა დანაშაულია ბატონო ზვიად. არ ვაკეთებ კომენტარს. პოლიციელებიც კი არ მოყავთ გამოკითხვაზე და რის საფუძველზე იღებთ ამ გადაწყვეტილებებს შეგიძლიათ მითხრათ? პოლიციელების მოყვანასაც კი ვერ ბედავს შინაგან საქმეთა სამინისტრო. პროცესზე კითხვა არ გიჩნდებათ ამ ხალხთან, კადრებშიც კი არ ჩანან აქტივისტები. ბატონო ზვიად. არ ვაკეთებ. 34 წლის ზვიად ცეკვავა პოსტზე გამოსაცდელი ვადით არის დანიშნული. მოსამართლედის 1 ოქტომბერს გაამწესეს, მაგრამ ახლა კიდევ ერთი მისია აქვს შესასრულებელი. სასამართლო ბოსებს უნდა დაუმტკიცოს, რომ მოსამართლეობას არა მხოლოდ გამოსაცდელი ვადით, არამედ უვადოდაც იმსახურებს. ამიტომ მიდის ყველაფერზე, რასაც კი რეჟიმი ავალებს. თქვენი კარიერული წინსვლა, ვისი რეკომენდაცია? ჩემი ბიოგრაფია შეგიძლიათ შევზანდეთ წავიკითხეთ თქვენი ბიოგრაფია. სასამართლოს წიაღიდან მოდიხართ და ვინ დაგაწინაურათ მითხარ? არ ვაკეთებ კომენტარს, მადლობა. უვადო მოსამართლეობისთვის უმტკიცებთ კლანს ერთგულებას ბატონ ზვიად. შაბათის ეთერის ინფორმაციით იმ მოსამართლეების შერჩევა, ვისაც რეჟიმი არჩევნების შემდეგ ადმინისტრაციულ დავებს ჩააბარებდა, წინასწარ დაიწყო. ასე შეარჩია კლანმა მოსამართლეების 6-ეულიც, ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდა. მათ შორის აღმოჩნდა ზვიად ცეკვავაც. ის წლების განმავლობაში სასამართლოში მუშაობდა. მოსამართლედ კი არაოფიციალური ინფორმაციით საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ვასილ მშვენიერაძის ინიციატივით გამწესდა, რადგან მისი ნდობით აღჭურვილი პირია. მშვენიერაძე კი სისტემაში მურუსიძე ჩინჩალაძის კლანის სანდო კაცი და ერთ-ერთი დასაყრდენია. ვინ დაგნიშნათ გამოსაცდელი ვადით? მურუსიძის გარეშე სასამართლოში ჩიტი ვერ შეფრინდებოდა. თქვენ როგორ მოახერხეთ? ანუ არ გაქვთ პასუხი არაფერზე? ბატონო ზვიად. პასუხი არაფერზე არ გაქვთ, ელოდებით რომ დაწინაურდებით ამ გადაწყვეტილებების შემდეგ? მოსამართლე ზვიად ცეკვავა ახლა ერთადერთია საქართველოს ისტორიაში, რომელიც სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევის გამო პოსტზე გამწესებიდან ზუსტად თვენახევარში სანქცირებულთა რიგებში აღმოჩნდა. ესტონეთმა ცეკვავა იმ 5 მოსამართლესთან ერთად შავსიაში შეიყვანა და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა, ვინც აქციის მონაწილეების უსაფუძვლო დასჯის გამო ხელისუფლების დაკვეთების შესრულებაში არიან ბრალდებულები. ზვიად ცეკვავა, კობა ჩაგუნავა, ლელა მილდენბერგერი, ლელა ცაგარეიშვილი, ნინო ენუქიძე და მანუჩარ ცაცუა. სასამართლო ბოსების შემდეგ სისტემაში ახალი სანქცირებულები გამოჩნდნენ. ყველა მათგანი ადმინისტრაციული პალატის წევრი და სასამართლო კლანის ნდობით აღჭურვილი პირია. ნაწილმა ერთგულება კლანს უკვე დაუმტკიცა და უვადო მოსამართლის სტატუსიც მიიღო. მაგალითად, რუსულის პედაგოგმა ლელა მილდენბერგერმა, რომელიც სისტემაში 2008 წელს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის PR მენეჯერის პოსტიდან მივიდა, კარიერულ წინსვლას კი ოცნების ხელისუფლების პირობებში მიაღწია. მოსამართლედის კლანმა 2018 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნა და რამდენიმე თვეში თბილისში გადმოსვლაც მოახერხა. 2020 წელს კი უვადო მოსამართლის პოსტითაც დაჯილდოვდა. მოსამართლე ლელა მილდენბერგერი ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით კლანის სანქცირებული ბოსის ლევან მურუსიძის არარეგისტრირებული ცოლის ლელა ჭანიას ახლო გარემოცვის წევრია. ჭანია სასამართლოს რუხი კარდინალი და ძვირად ღირებული ბრენდების სამოსის კოლექციონერია. ორი ლელას მჭიდრო კავშირების შესახებ ცნობები მაშინ დადასტურდა, როდესაც მოსამართლემ ლელა ჭანიას არარეგისტრირებული მეუღლის ლევან მურუსიძის და მისი კლანის წევრების სარჩელი დააკმაყოფილა და ანტიკორუფციულ სააგენტოს მათი ქონების შემოწმებაზე წვდომა აუკრძალა.
მოსამართლე, რომლის ანგარიშზეც ნაწამები ხალხის წინააღმდეგ მოწყობილი რეპრესიების გაფორმება პრაქტიკულად მიმალვაშია. არაერთი მცდელობის მიუხედავად ჩვენ მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. სად იმყოფება? სამსახურში. როდის წავიდა? არ ვიცი, ამაზე პასუხს ვერ გავცემთ. ჯობია მასკი. სანქცირებული რომ არის, იცით? არა. რატომ დასანქცირდა, იცით? არა. ესტონეთმა რომ დაასანქცირა? ხო, მე რატომ დაასანქცირა, იცით? სიმართლე გითხრა არა. არ დაინტერესდით, ძმა ხართ, ხო თქვენ? დიახ. არ დაინტერესდით? იცით, ეგ პოლიტიკური თემაა. რამდენიმე კვირა საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზები გადავსებულია. სასამართლოს ეზოში კი იზოლატორებიდან და საავადმყოფოებიდან სპეცრაზმის მიერ ნაცემი და უმძიმესი დაზიანებებით დაკავებული ხალხი ერთმანეთის მიყოლებით მიჰყავთ. ახალგაზრდების სამაგალითოდ დასჯის სპეცოპერაციის სათავეში კი ვახტანგ გომელაური დგას. შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც დემონსტრანტები ჯერ დაარბია, შემდეგ უკანონოდ დააკავა აწამა, ახლა კი სასამართლოს გზით ცდილობს, რომ ისინი ციხეში გაუშვას. შაბათის ეთერი დაინტერესდა, ვინ არიან საჯარო მოხელეები, ვინც ცდილობს გაყალბებული საქმეები, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროდან სასამართლოში მიიტანოს. თქვენ გიცნობთ? კი, მეც გიცნობ სხვათა შორის. როგორ ხართ ბატონო ბუბა? კი, თქვენ სხვათა შორის 2019 წელს საუბრობდით, რომ სისტემა სტუდენტებს ჩაგრავს, ხო სწორად მახსოვს? რექტორს რომ აგინათ დახურულ ჯგუფში. გეშლებათ რაღაც. არა, გვეშმეშლება ნამდვილად იცით? თქვენ ხო ბუბა ნაჭყებია ხართ. უნივერსიტეტის რექტორს რომ აგინათ შიდა ჯგუფში. არა, პირველმა ინსტანციამ რომ დაგასანქცირათ. ეს ხომ თქვენი განცხადება ერთ ახალგაზრდა, რომელიც წარსულს ვერ იხსენებს, ან გახსენება არ უნდა ბუბა ნაჭყებია. ახლა ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ის წარმომადგენელია, რომელიც რამდენიმე კვირა სასამართლო დარბაზიდან დარბაზში დარბის და აქციაზე დგომის გამო მოსამართლეს ნაცემი და დასახიჩრებული ახალგაზრდების დაჯარიმებას და დაპატიმრებას თხოვს. აღარ ფიქრობთ, რომ გამოხატვის თავისუფლება იზღუდება ამ სარეზოლუციო უნდა გამო. შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობით დაგაჯილდოვეს. ნაჭყებია თავი სასამართლო დარბაზს იმ წუთიდან შეაფარა, რაც 2019 წელი და ის დრო გავახსენეთ, როდესაც ამ რეჟიმს თავად უპირისპირდებოდა. საჯარო წყაროებში მისი განცხადებები, სადაც ქართულ ოცნებას, რუსულ ხელისუფლებას ეძახდა. ძალოვან სისტემას სტუდენტების ჩაგვრაში სასამართლოს კი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებდა მრავლად იძებნება. თუმცა, როგორც კი ნაჭყებიას ეს ფაქტები შევახსენეთ, გაიქცა და სხდომათა დარბაზში დაიმალა. ჩაგვრაზე ლაპარაკობდი 2019 წელს და აღარ ხარ დაჩაგრული? ბუბა ვერ ბედავ გამოსვლას, ახ თავისუფლება აღუკვეთე საკუთარ თავს, კაცო, ჩემს გამო? შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თავისუფლება საკუთარ თავს თითქმის 6 საათი აღუკვეთა. ის სხდომათა დარბაზიდან არ გამოდიოდა და ჩვენგან მანდატური სამსახური იცავდა. საბოლოოდ დარბაზის დატოვება მაინც მოუწია. ვკითხეთ, როდის მოხდა მისი რეკრუტირება გომელაურის უწყებაში და რის სანაცვლოდ? რეკრუტირება როგორ მოხდა, როგორ გადაგიბირეს? აღარ ჩაგრავენ სტუდენტებს ქვეყანაში? როდის დაიწყეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობას? აღარ ფიქრობთ, რომ სტუდენტები იჩაგრებიან, თქვენო რეპრესიებს უწყობთ? მიპასუხეთ ბუბა, თუ შეიძლება. აი, თქვენი საჯარო განცხადებები არსებობს, სადაც ამბობდით, რომ ეს რეჟიმი არის რუსული რეჟიმი. აი, მათ შორის სასამართლოს ამხელდით, რომ ეს იყო რეჟიმი, რომელიც ჩაგრავდა ადამიანებს. უკაცრავად ჩაგრავენ სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლებას გვიზღუდავენ. ეს თქვენი კომენტარია 2019 წელს. რა მეშლება არ არის ეს თქვენი კომენტარი? ეს თქვენ არ ხართ ბუბა? ამ კადრში ხომ თქვენ ხართ ამ სასამართლოს ეზოში რომ დარბოდით და სამართლიანობას ითხოვდით? ბუბა, არ გაქვთ პასუხი? არ ვაკეთებ კომენტარს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც ვახტანგ გომელაურმა სასამართლოში სტუდენტების დაშინების სპეცოპერაციის ერთ-ერთ აღმასრულებლად მიავლინა, ამავე სასამართლოს ეზოში 2019 წელს მედიასთან კომენტარებს მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე აკეთებდა. მაშინ ბუბა ნაჭყებია სასამართლომ სამართალდამრღვევად გამოაცხადა და დააჯარიმა. საქმე პრეცედენტული და გახმაურებული იყო, რადგან ახალგაზრდა სტუდენტი მხოლოდ იმის გამო გაასამართლეს, რომ Facebook
Facebook-ის დახურულ ჯგუფში რექტორის მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზა დაწერა. მაშინ ნაჭყებია საზოგადოება სოლიდარობას უცხადებდა, თავად კი რეჟიმს რეპრესიებში ღიად ამხელდა. სახელმწიფო, რომელიც გორაშვილს და ავტორიტეტებს სისხლის დანაშაულში განარიდებს, ადანაშაულებს სტუდენტებს აბსურდულ დანაშაულში. ეს რეალურად საქმე არ უნდა მიიღო მოსამართლეს საერთოდ განხილვაში, არც უნდა დაწყებულიყო ძიება ამ საქმეზე. როგორც კი ბუბა ნაჭყებია სატელევიზიო არქივიდან ეს ინტერვიუ და კადრები ვაჩვენეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი გაიქცა და თავი ერთ-ერთ სუპერმარკეტში აფარა. საპირფარეშოს შემდეგ მაღაზიაში იმალებით? ბატონო ბუბა, ვირბინოთ სექციებში კი ბატონო. არა, მადლობა. თქვენ ხომ არ დალევთ რამეს, ხომ არ ნერვიულობთ? კი ბატონო, ანუ ცივი წვენი ალბათ უფრო დაგამშვიდებთ. აი ეს ხომ თქვენ ხართ ბატონო ბუბა? ვერ იხსენებ? საკუთარ თავსაც უარყოთ, ეს თქვენ არ ხართ? ეს არ ხართ? საბოლოოდ კი ჩვენგან დაცვა სუპერმარკეტის კონსულტანტებს თხოვა, თუმცა უშედეგოდ. ადმინისტრატორი არ ყავთ? ანუ დაცვას თხოვთ კონსულტანტებს მაღაზიის ჩემგან? აქ შემოსვლის უფლება რო არ გაქვთ? ანუ თქვენ გააქვთ უფლება, როდესაც ატერორებთ მასობრივად ადამიანებს, ბატონო ბუბა? ანუ მაღაზიის კონსულტანტებს თხოვთ ჩემგან დაცვას, არ გწხვენიათ? მართლაც მიშლით არა? ბუბა ნაჭყებია ახლა რეჟიმის სამსახურშია. გაქცევა კი მისთვის ერთადერთი გამოსავალია, რომ არ უპასუხოს კითხვას, რატომ ზღუდავს ახლა სხვების გამოხატვის თავისუფლებას და რატომ ითხოვს ქუჩაში აქციებზე დგომის გამო სტუდენტების გასამართლებას თან მტკიცებულებების გარეშე. არც ერთ კითხვაზე გომელაურის უწყების წარმომადგენელს პასუხი არ აქვს. ბატონო ბუბა, ანუ როდის მოხდა თქვენი რეკრუტირება და გადაბირება არ მეუბნებით? ლაპარაკიც აგიკრძალეს პროტესტის გამოხატვის გარდა. ლაპარაკიც აკრძალული გაქვთ? გახარებული ხართ აქ რომ მუშაობთ? ეს იყო თქვენი ოცნება ამისთვის იდექით წვიმაში და კარში? როდის იტყუებოდით? როდის იყავით გულწრფელი? მაშინ როცა რეჟიმს რუსეთუმეს და საბჭოთა კავშირად აფასებდით თუ ახლა როდის იყავით გულწრფელი? გამიშვერეთ ხა? ეს არის თქვენი პასუხი? არ ვაკეთებ კომენტარს. მე გაგიშვებთ კარიერულ წინსვლას ელოდებით? არ ვაკეთებ კომენტარს არა. ნახვამდის. აქციაზე დგომის გამო ხალხის გასამართლების და დაშინების ოპერაციას გომელაურის უწყება მტკიცებულებების გარეშე ატარებს. სასამართლოში იურისტების განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ელემენტარულ სტანდარტსაც კი აღარ იცავს. მიაქვთ ასობით მომიტინგის წინააღმდეგ მხოლოდ ფარატინა ფურცლები, სადაც სიტყვიერად წერია, რომ კონკრეტულმა პირმა კანონი დაარღვია და გზა ხელოვნურად გადაკეტა. მოსამართლე არ ინტერესდება არაფრით, რაც ადამიანის აქციაზე ყოფნას ირიბად მაინც დაადასტურებს. ანუ ცრუმოწმე პოლიციელებს სასამართლო სიტყვაზე ენდობა. დღეს ადამიანებს ასამართებენ ერთი ფურცელით. ანუ ერთი ფურცლის საფუძველზე შეუულიათ რომ ადამიანი გაასამართლონ, ადრე ხო გახსოვთ რომ თითქოს პოლიციელები მოყავდათ, ისინი ჩვენებებს აძლევდნენ, მაგრამ დღეს ეს პოლიციელებიც აღარ მოყავთ. ერთი ვიღაცა პოლიციელი რაღაც ადმინისტრაციული სამართალდარღვის ოკს დაწერს, ეს პოლიციელიც აღარ მოდის. ტურისტული პატრული. ხო, ტურისტული პატრული და რომელიც ხოლოდ ერთი ფურცლის საფუძველზე მოსამართლე ასამართლებს. მაგალითად, ეს ერთი ოქმი, რომელსაც საპატრულო პოლიციის ტურისტული პატრულის თანამშრომელი აღამალ ასკაროვი აწერს ხელს, მოსამართლე ზვიად ცეკვავასთვის საკმარისი მტკიცებულება აღმოჩნდა იმისთვის, რომ აქციაზე დგომის გამო 18 წლის გოგო დაეჯარიმებინა. სტუდენტი გვიყვება, რომ გაოგნებას ვერ მალავდა, როდესაც საქმის მასალები მოითხოვა და მხოლოდ ეს ერთი ფურცელი გადასცეს. დამნაშავედ ვარ გამოცხადებული და უბრალოდ ერთი პოლიციელი საქმეს განიხილავენ ჩემს საქმეს. ნახე ეს პოლიციელი? არა. აქტივისტების შეშინება უნდათ, მაგრამ არ გამოუვათ. არ მეშინია, მაინც არ შემეშინა, რომ მაინც გავალ აქციაზე. რა პერიმეტრზე იდგა და დროის რა მონაკვეთში 18 წლის სტუდენტი აქციაზე კანონდარღვევის დროს. რამდენი ადამიანი იმყოფებოდა მასთან ერთად და რა გარემოებები ადასტურებს, რომ მან გზა ხელოვნურად გადაკეტა. ეს კითხვები ტურისტული პატრულის სამმართველოს თანამშრომელთან მოსამართლეს არ გასჩენია, რადგან აღამალ ისკაროვი პროცესსაც კი არ მისულა. ამიტომ ამ გარემოებების გადასამოწმებლად ჩვენ მასთან სახლში მივედით. გამარჯობა. ბატონი აღამა ასკეროვი აღამალი სახლშია? არა, სამსახურშია. სად მუშაობს? თქვენ იცით.
ეთერშია სულ. ანუ პოლიციელია კი და ამ აქციებზე დადიოდა თუ ისე უყურებდა ეს უკვე ტელევიზორში? უფრო შეიკითხეთ ხახუნ. ანუ აჯარიმებს ამ სტუდენტებს და არ ახალგაზრდებს. ვიცი, მე მაგის საქმეებში არ ვიცი. აქციაზე დგომის გამო დემონსტრანტების დაჯარიმება საპატრულო პოლიციას აქვს ჩაბარებული. დეპარტამენტს, რომელიც ვალდებულია დაკავების ოპერაცია სამხრე კამერებზე აღბეჭდოს და დაარქივოს. თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ არც ერთი კადრი პროცესზე პოლიციას არ მიაქვს. თავის გასამართლებლად კი ახალი ვერსია გამოიგონეს. ამბობენ, რომ კამერები დაკავების დროს ავტომატური წაშლის რეჟიმზე ჰქონდათ დაყენებული. ასე მოხდა ვანიკო გომურაშვილის დაკავების საქმეზე, როდესაც აქტივისტი ცემეს დააკავეს. პროცესზე კი პოლიციელმა თქვა, რომ კამერების ჩანაწერი არ არსებობდა, რადგან ის ავტომატურად წაიშალა. თვითონ ილანძღებოდნენ, თვითონ იგინებოდნენ, შეურაცხყოფეს სიტყვებს თვითონ გამოხატავდნენ, ამ ყველაფრის ჩაწერა რო არ მოხდარიყო, ამიტომ გამორთეს ახლა კამერები და ერთი საინტერესო დეტალი იყო, რომ როდესაც მე და ადვოკატებმა დაუცვით კითხვა, რომ რატომ იყო სამხრე კამერები გამორთული, ერთ-ერთმა მათგანმა თქვა ასეთი რამე, რომ ეს ავტომატური წაშლის ფუნქციაზე ჰქონდა დაყენებული და ავტომატურად წაიშალა ყველაფერი ის რაც ჩავიწერეთ. ანუ ამით მოსამართლე არ და მოსამართლეს საერთოდ ამაზე არავითარი რეაგირება არ ქონდა. ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ვეკითხებით, რას ნიშნავს ტერმინი ავტომატური წაშლა და გამოიგონეს თუ არა ეს ვერსია იმისთვის, რომ სასამართლოში კადრები არ მიიტანონ და პასუხისმგებლობა სრულ მოწმე პოლიციელებს აარიდონ. პოლიციის სამხრე კამერების ჩანაწერები რატომ არ გიდევთ საქმეში? სამხრე კამერის ჩანაწერებს დევს. რომელ საქმეში დევს? კონკრეტულად ჩამოგითვალთ რომელ კი, საქმეში დღეს დევს რომელიმე საქმეში? დიახ დევს. კი, რომელში, ვისი პროცესია? არის კონკრეტულად ვერ გეტყვი. რას ნიშნავს სამხრე კამერები იყო ავტომატური წაშლის რეჟიმზე დაყენებული? ეს პროცესი არ ყოფილა. პირველად მესმის მსგავსი რა. არ გსმენით? ასე აქციაზე რატომ არ მიაქვთ სასამართლოში სამხრე კამერების ჩანაწერები? შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი კითხვას ვერ პასუხობს. ამიტომ ახლა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ვამოწმებთ, აქვს თუ არა სამხრე კამერებს ავტომატური წაშლის რეჟიმი. გვიდასტურებენ, რომ მსგავსი არაფერი სმენიათ და არაფერი გაუგიათ. უკაცრავად ბატონო, თქვენი სამხრე კამერა მუშაობს? ავტომატური წაშლის ფუნქცია აქვს? არ აქვს. არ აქვს. ავტომატური წაშლის რეჟიმი აქვს ამ კამერებს, აი შეიძლება წაიშალოს. არაფერი არ იშლება, ყველაფერი რჩება კამერაში. ინახება კამერაში. ანუ ავტომატური წაშლის რეჟიმი არ აქვს. არა, ჩვეულებრივად როგორც კამერები უნდა მუშაობდეს, ისე მუშაობს. და იწერს და არქივებს, ხო ამ მასალას. ბატონო, ვაჟა სირაძემ დაუმატა ამ სამხრე კამერებს ავტომატური წაშლის ფუნქცია. პრესცენს მიმართეთ. პრესცენს არა, თქვენ გიკეთიათ. პრესცენს მიმართეთ. თქვენ გიკეთიათ სამხრე კამერა, ეხა ჩართულია? პრესცენს მიმართეთ. სამხრე კამერების ჩანაწერები აქციის მონაწილეების საქმეებიდან გააქრეს, თუმცა გომოლაურის უწყებამ ზოგიერთ საქმეზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ტელემაუწყებლების პირდაპირ ეთერებიდან ამოღებული ის ფრაგმენტები გამოიყენა, რაც აწყობდათ, მაგრამ უწყებამ აქაც დიდი კრახი განიცადა. გახსნეს 3 დოკუმენტი დისკზე ჩაწერილი, აქედან ერთზე საერთოდ არ ვჩანვარ. კადრში არ ვჩანვარ საერთოდ. მეორე კადრში სხვა პიროვნება. ეს ხათუნა ოკმელაშვილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდუმლო საქმის წარმოების სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი. 25 წელი ამ უწყებაში გაატარა. სამსახურიდან 3 წლის წინ წამოვიდა და რამდენიმე დღის წინ მისივე თანამშრომლებმა გაასამართლეს. დიასახლისი, რომელიც აქციებზე შვილებთან ერთად დადის, გაოგნებას ვერ მალავდა, როდესაც პროცესზე ერთ-ერთი არხის გადაღებული ვიდეო მასალა მიიტანეს, მონიტორზე ჩართეს და თავად არც ერთ კადრში არ ჩანდა. ცოტა დამნაშავეთ იგრძნობ თავს იმ შემთხვევაში, თუ წარმოგიდგენენ ნამდვილად იმ და ისეთ მტკიცებულებებს, სადაც აშკარად ჩანს, რომ შენ მართლა ქვეყნის წინაშე დანაშაული მიგიწვის ან კანონი დაარღვია. ამ დროს როცა განახებენ ისეთ ვიდეო ჩანაწერს, სადაც არანაირი კანონდარღვევა არ არის და არც ვჩანვარ. ეს უკვე აი მართლა აბსურდულია ეს ყველაფერი რა.
ათეულობით მოქალაქის გასამართლების მცდელობას ერთადერთი მიზანი აქვს. დააშინონ ხალხი, რომ ქუჩაში გასვლა ვერავინ გაბედოს. სასამართლოში კი ამ სადამსჯელო სპეცოპერაციის კიდევ ერთი აღმასრულებელი გომელაურის უწყებიდან მარიამ კერესელიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსი, რომლის კურატორიც მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეა. ერთი ოქმის საფუძველზე როგორ ასამართლებ არ მაქვს კომენტარი. სამხრე კამერების ჩანაწერი შეიძლება რომ გავიდე? არა, კითხვაზე უნდა მიპასუხო. ანუ ვაიმე არა გოგონა, თქვენ წარმოადგენთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. შეგიძლიათ უბრალოდ რომ თავი დამანებო. არა, არ შემიძლია. კითხვაზე მიპასუხო, რას ქვია რა? რა გინდათ შემგან ვერ ანუ ხვდები? ხომ წარმოადგენთ შინაგან საქმეთა თავი სამინისტროს? დამანებეთ. სახეზე მხედავთ ახლა? ნიღბით რითი რატომ მცა? დადიხართ ყველა იმიტომ რომ გაცილებული ვიყავი და ნიღბით მაგით მე ვიცი, ანუ თქვენ იმიტაცია ეს არ წარმოადგენთ შინაგან საქმეთა. არა, ანუ რომ ანუ ვერც კი არ ჩამოვედი. იმის დადასტურებასაც ვერ ბედავთ, რომ გომელაურის უწყებას წარმოადგენთ. შეგიძლიათ ამდენად თავი სამართლოა დამანებოთ. ეს პროცესი თავი დამანებოთ. მარიამ კერესელიძე, რომელსაც აქტივისტების წინააღმდეგ რამდენიმე კვირაა პროცესებზე ცრუმოწმე პოლიციელები მიხავს და მათ დაჯარიმებას მტკიცებულებების გარეშე ითხოვს. შაბათის ეთერის კითხვებმა წყობიდან გამოიყვანა. პასუხები იმდენად არაფერზე არ ჰქონდა, რომ საბოლოოდ ჩვენგან დაცვა მანდატურის სამსახურს თხოვა. ანუ რატომ იმალებით? მანდატურის უბრალოდ მინდა რომ თავი დამანებო. რას ნიშნავს? გინდათ რომ თავი დაგანებოთ? თქვენ ათობით ადამიანის დასანქცირებას ითხოვთ უკაცრავად. ანუ დიდხანს უნდა იყოთ ახლა დამალული პროცესი გეწყებათ გოგონა. უკაცრავად მარიამ რა გაგვჩვი. კი ბატონო. რის საფუძველზე ასამართლებს ხალხს? პასუხები არ აქვს ამ კითხვებზე არც თინათინ ჭრელაშვილს, გომელაურის უწყების კიდევ ერთ წარმომადგენელს, რომელიც სასამართლოში დემონსტრანტების დასასჯელად მიავლინეს. რამდენი ადამიანია გზის გადასაკეთად საკმარისი? როგორ ფიქრობს ვახო გომელაური? გადავალება გაქვთ ახლა რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაიბაროთ და დაასანქციროთ? ანუ დაშინების სპეცოპერაციაში იღებთ მონაწილეობას? აქ თქვენი ინფორმაცია ანუ სტუდენტების დაშინების სპეცოპერაციაში მონაწილეობთ? გეშინებათ, მე არ მithქვამს გავსება. ანუ მე გეკითხებით. არასწორ ინფორმაციას ფლობთ. არასწორ ინფორმაციას როგორ ვფლობ? ქალბატონო, დადიხართ მე-5 დღეა სასამართლოში და ამ ხალხს იბარებთ აქციაზე რატომ იდექიოდა? შეიძლება დავასრულოთ. ისე აქციაზე ოდესმე ყოფილიყართ? რამე გაგიპროტესტებიათ ოდესმე? არც ერთ აქციაზე არ ხართ ნამყოფი? არასდროს? არა. აქციაზე დგომის გამო ახლა გომელაურის უწყების რეპრესიების სამიზნე ათეულობით ახალგაზრდა. მიზანი მათი განეიტრალება და გამოგონილი ბრალდებებით გისოსებს მიღმა გამოკვეთვა, რომ ქუჩაში გასვლა ვეღარ გაბედონ. მოძალადე პოლიციელები კი ვინც მათ უმოწყალოდ ცემს და დევნის ისევ ხელშეუხებლები არიან.